როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე და მძიმე პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტამდე. კონსულტაციები პრეზიდენტთან დღესაც გაგრძელდება. 4 ოპოზიციური პროდასავლური გაერთიანების ლიდერებს ორბელიანების სასახლეში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან. ამ მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ ახალი არჩევნებია. ამ დრომდე უცნობია რა პასუხი აქვს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებაზე, რომელიც ოლიგარქთან, როგორც პროცესების რეალურ მმართველთან შეხვედრისა და ხელახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმების საკითხს აყენებს. დეა მამისეიშვილი გვეტყვის მეც ოპოზიციისა და პრეზიდენტის კონსულტაციების შესახებ, დეა, როდის დაიწყება ეს მოლაპარაკებები და თუ არის ცნობილი პროდასავლური ძალების სამოქმედო გეგმა. რასაკვირველია ყველა ველოდებით ამ მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც იქნება გადამწყვეტი და გამოკვეთს იმას, თუ რა სტრატეგიას შეიმუშავებენ ერთობლივად საქართველოს პრეზიდენტი და ქართული პროდასავლური ოპოზიცია. დაზუსტებით დრო არ ვიცით, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დღის მეორე ნახევარში შედგება ეს შეხვედრა და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ორი გზა აქვს ახლა რუს ივანიშვილს, თუმცა ორივე გზა ახალ არჩევნებამდე მიდის. მთავარია ამ შემთხვევაში თავად რა ნაბიჯს გადადგამს რუსი ოლიგარქი, ზუსტად ამაზე იქნება დამოკიდებული პროდასავლური ოპოზიციის საპასუხო ნაბიჯები პრეზიდენტთან ერთად. მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარს ამუშავებენ ახლა პოლიტიკოსები, მათ შორის რა უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში დადგეს ახალი არჩევნები. ამ ნაწილში ჯერჯერობით არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დღევანდელი შეხვედრა, დღევანდელი აუდიენცია პრეზიდენტთან ზუსტად იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და უნდა თქვას საბოლოო სიტყვა, არჩეული იყოს ის სტრატეგია, რომელსაც შემდგომ უკვე რასაკვირველია გაყვება პროდასავლური ოპოზიცია და ქართველი ხალხი. ყველა წინასწარვე თანხმდება, რომ ქუჩის საპროტესტო ტალღა, რომელიც არ წყდება და მუხტი, რომელიც იზრდება ყოველდღიურად, არის გადამწყვეტი და საკვანძო ამ პროცესში, თუმცა კიდევ რა ინსტრუმენტები უნდა იყოს იმისთვის გამოყენებული, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დანიშნოს ახალი არჩევნები, ზუსტად ამ გზებზე მიმდინარეობს მსჯელობა. რაც შეეხება უკვე იმ ორ გზას, რომელზეც მე გესაუბრეთ და რომელიც აქვს რუს ივანიშვილს, ერთი ეს არის მისვლა სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში 29 დეკემბრამდე, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და საუბარი ახალი არჩევნების თარიღზე. ეს არის ერთი სცენარი, რომელსაც სთავაზობს სალომე ზურაბიშვილი რუს ოლიგარქს, თუ მარტო მისვლა არ უნდა რუს ივანიშვილს, ამ შემთხვევაში სთავაზობს ალტერნატივას, რომ მიმყოლებით გზად წაიყვანოს და ვისთან ერთადაც უნდა მასთან ერთად მივიდეს ორბელიანების სასახლეში და თავად სალომე ზურაბიშვილიც დახვდება პოლიტიკოსებთან ერთად. ან მეორე არის ახალი არჩევნები, რომელიც დადგება, თუმცა დადგება რეჟიმის გრძელვადიანი ჩამოშლის პარალელურად. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში ახალი არჩევნები იქნება და ეს სტატუს quo ვერ შენარჩუნდება, იმიტომ რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური და არის თვითმარქვია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უკვე დღის მეორე ნახევარი, როდესაც საბოლოოდ შეჯერდებიან სტრატეგიასა და ნაბიჯებზე, ოპოზიცია საკუთარ ხედვებს წარუდგენს სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც უკვე გითხარით, 4 პროდასავლურ ცენტრს აქვს განსხვავებული მოსაზრებები ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, აი რა კონკრეტული მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული წნეხის სახით, რომ რუსმა ივანიშვილმა გადადგას ახალი არჩევნების ჩატარების ნაბიჯი, თუმცა აბსოლუტურად უნისონში აბსოლუტურ თანხვედრაში არიან ისინი იმ ნაწილში, რომ ახალი არჩევნებია საჭირო და ამ კონტექსტში, ამ ისტორიულ პროცესში არის აუცილებელი, როგორც 4-ვე პროდასავლური ცენტრის ერთად დგომა, ასევე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებზე მიყოლა. საქართველოს პრეზიდენტთან იქნება შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევხვდეთ ახალ არჩევნებს, პოლიტიკური პარტიები შესთავაზებენ იმ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ვინაიდან აღნიშნული ადმინისტრაცია და აღნიშნული პროცედურებით არჩევნები ჩატარდება, ვინაიდან მას საზოგადოების დობა არ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. და ვხედავთ იმ გამოხმაურებებს, მათ შორის ეუთოდერის დასკვნას, თუ რას ამბობს ჩატარებულ არჩევნებზე და რატო არ უნდა ჩატარდეს იმავე წესებით მომდევნო არჩევნები. დღეს ქართული სახელმწიფოს საყრდენი რჩება ერთის მხრივ პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ინსტიტუციური და მეორეს მხრივ გამარჯვებული პარტიები, რომლებსაც უნდა მოეხდინათ ხელისუფლების ფორმირება, არჩევნები რო არ გაეყალბებინა რუსეთის დავალებით ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ცხადია, რომ ჩვენ ერთობლივად მოქმედებთ იმისთვის, რომ რამდენიმე ამოცანაა. პირველი ეს არის, რომ ყველა უკანონოდ დაპატიმრებული სასწრაფოდ გათავისუფლდეს. მეორე ეს არის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და მესამე ეს არის იმ საკვანძო საკითხების გადაწყვეტა, რომელიც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი დღესდღეობით ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუციის, ამიტომაც
უპრეცედენტო საპროტესტო ტალღის დაკვეთაც არის, რომ სწორედაც რომ ყველანი აბსოლუტურად პრეზიდენტის ჩათვლით ვიყოთ ერთიანები და კონსოლიდირებულები ჩვენ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა არჩევნების თემაც, თუმცა მანამდე სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს, პოლიტიკური პარტიები უნდა გათავისუფლდნენ და როდესაც უკვე მოვა ახალი არჩევნების ჩატარების დრო, ამ დროისთვის უკვე მზად უნდა ვიყოთ, უნდა გქონდეს სამოქმედო გეგმა თუ როგორ რა პრინციპებით ვაპირებთ ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ამ ქვეყანაში. აი ასეთი არის პროდასავლური პოლიტიკოსების განცხადებები და მათი განწყობა შეხვედრა ნამდვილად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შეხვედრის შემდგომ ჩვენ გვეცოდინება დეტალები, გავიგებთ მთავარს როგორ მოიპოვებს ქვეყანა და ქართველი ხალხი ახალ არჩევნებს, თუმცა პირველი რასაც დანამდვილებით და მთავარი პრინციპში ამბობს როგორც პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და ამას ამბობენ შეხვედრამდეც და ამ უწყვეტი პროტესტის განმავლობაში მუდმივად ახალი არჩევნები დადგება. Როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს რუსი ივანიშვილის მხრიდან, საბოლოოდ ეს მიზანი იქნება მიღწეული. თუ რა დროში და რა ვადაში, ეს უკვე ოლიგარქის ნაბიჯებზეა დამოკიდებული.